სხვა თემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრი დააკავა. დეტალებზე უწყებაში ახლა ბრიფინგი იმართება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. სულ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული მასშტაბური ოპერაციის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდა საქართველოში ნარკოტიკების შემოტანისა და გასაღების დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა და ორგანიზებული ჯგუფის წევრების მსხვილი ნარკორეალიზატორების დაკავება. თბილისის, ქვემო ქართლისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე თვიანი მასშტაბური ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულში ამხილეს და დააკავეს 29 პირი. კერძოდ, თბილისში ფონიჭალის დასახლებაში დაკავებულია ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც ნარკოტიკებს სისტემატურად ასაღებდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ფონიჭალაში დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივი სქემის მიხედვით საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების სათავეში იდგნენ. ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა ნარკორეალიზატორებზე ასაღებდნენ და მათ მიერ ნარკოტიკების გავრცელების შედეგად მიღებული თანხის გარკვეულ ნაწილს ინაწილებდნენ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცავებმა დაკავებულებთან რამდენიმეჯერ განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების, ჰეროინის და კოკაინის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული საკონტროლო შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ასევე ბრალდებულების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ათეულობით შეკვრად დაფასუებული, სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთკიცებად ამოიღო. ასევე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 9 პირი თბილისის სხვადასხვა უბნებში, რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ანდა უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, უკანონოდ შეძენა, შენახვის, გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი, მეოთხე და მეექვსე ნაწილებით, ასევე 262 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას. 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 11 კილოგრამი ჰეროინი, 1 კილოგრამი და 300 გრამი კოკაინი, 800 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი, 1300 აბზე მეტი ექსტაზი, 4 კილოგრამი და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცეს 318 პირი. დიდი მადლობა.